რომ დავესესხოთ ლიტერატურას და ფილოსოფიას ერთად იდეის თვალსაჩინოებისთვის და გამოვაჩინოთ რაიმე მაგალითზე ის რომ ფილოსოფია და ლიტერატურა ხელით ჩაკიდებულები დადიან და მათ უკან კიდევ თავარი საზრისი იმალება ავიღოთ თომას მანის ბუდემროკები და შევხედოთ თუ როგორ მთავრდება, ხო? თუ როგორ მთავრდება ეს ნაწარმოები და ჩვენ იქ ბევრ ცალკეულ მახასიათებლებში რო არ შევიდეთ და ეხლა შინაარსში რომ არ შევიდეთ, თუ შინაარს ალბათ დღესდღეობით ადვილია რომ შინაარს გაეცნოთ და ამიტომ ვისაც აინტერესებს შინაარსაც იულად გაეცნობა მოკლე შინაარს ხელი ამაზე მიუწვდება ადამიანს დღეს. ვიტყვი მხოლოდ რომ ბოლოს ბუდემროკების დიდი ოჯახის დინასტიის, მოდი ესე ვთქვათ, დინასტიის დასასრული ხანო ბუდემროკის სახით არის ტიპი, ხო, ტიპით გარდაცვალება და ჯერ აღწერა მთელი ავადმყოფობის, ხო? და გარდაცვალება არა მხოლოდ ხანო ბუდემროკის, არამედ მთლიანად შეწყვეტა ოჯახის და ამ ოჯახის ლებელობის, ოჯახის ლებელობა მდგომარეობდა იმაში, რომ ეკონომიკური წარმატება ჰქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, ხო? და ამით დინასტია გრძელდებოდა და უნდათ რომ გაეგრძელებინა და არ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ეს ეკონომიკური წარმატებით შექმნილი დინასტია მთავრდება და სრულდება და ამის უკან დგას იდეა რომ ლიკვიდირება ხდება, ასე ვთქვათ, ლიკვიდაცია ხდება აი ამ შეგროვილი ცხოვრებისეული სიმდიდრე იქნება ეს თუ გამოცდილება დრო თავისა შვება და ბედისწერა იმარჯვებს, ხო? შოპენჰაუერის მოტივები, ასე ვთქვათ, ბრმა არის ნება, რომელიც თანსდევს ამ წუთისოფელს და ყველაფერში ებს ბრმანება თავს გამოხატავს და ერთ-ერთი გამოხატულება ჰპოვა ამ ბრმანებამ აი ამ დინასტიის დასრულებაში, ხო? შოპენჰაუერის მოტივები თომას მანში. ანუ თომას მანის დასრულება დინასტიისა, ეს არის შოპენჰაუერის მოტივი. დინასტიური ლიტერატურა არა მხოლოდ აქ აქვს, მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ კლასიკოსები რომ ავიღოთ, გავიხსენოთ და გადავხედოთ ტომაზი დი ლამპედუზას რომანს, ხო? რომელიც ეხება სიცილიურ დინასტიას და ამ დინასტიის, აგრეთვე ამ დინასტიის გაქრობას, ხო? და იქ თუ ჩვენ კითხვას დავსვავთ, სხვათა შორის შეგვიძლია პარალელები ფილმებზეც გავავლოთ, ხო, ესე იგი შინაარს იღებენ ფილმები და შემდეგ ამ ლიტერატურულ ნაწარმოებს გვიჩვენებენ და მართალია მათი რეჟისორები თავიანთი სათქმელის გამოსახატავად იყენებენ ამას, ანუ თავის ინტერპრეტაციას აძლევენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ლიტერატურაში შევატაროთ და უფრო საინტერესო გამოვა, ანუ სხვადასხვა საფეხურზე გამოგვივა ფილოსოფიური წინა დაშვება, წინაპირობა, შემდეგ ლიტერატურული გამოხატვა და შემდეგ ფილმშიც გამოხატვა, ხო? ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის იმის გაშუქებას, თუ როგორ ედება ერთი იდეა სხვადასხვა სიფრთხეს და გადის ხალხში, მასაში, საზოგადოებაში და მოიპოვებს დროთა განმავლობაში გავლენას სხვადასხვა ფენებზე. გააჩნია ახლა ვინ უყურებს უფრო ფილმს, ვინ ლიტერატურას, ვინ ორივეს და ვინ კიდე ფილოსოფიურ იდეებს პირდაპირ იზიარებს. ლეოპარდი რომ ავიღოთ ლამპედუზას ნაწარმოები, ხო? ჩვენ გვაქვს თვითონ, ესე იგი, დასასრული ამ დინასტიის, მაგრამ დასასრული ამ დინასტიის
გაგახსენებთ იმას, რომ ეს დინასტია აგრეთვე ეპოქათა ცვლილებაში ხდება ძალიან ძლიერად, როგორც უდემბროკების თავის დროზე რაღაცა ეპოქათა ცვლილება ხდება და ეკონომიური წარმატება აღარ აქვს, აქაც დიდი ეპოქათა ცვლილება ხდება, ოღონდ არა პირდაპირ ეკონომიური წარუმატებლობიდან იწყება ამ ოჯახის მზის ჩასვენება, არამედ სიცილიური კეთილშობილი ოჯახის დაქცევა, არამედ იმითი, რომ რევოლუცია მოდის, ასე ვთქვათ, და ახალი იტალია იქმნება, ხო? თუ ოჯახი ცდილობს, რომ შეეგუოს, თავის ადგილი იპოვოს ახალ იტალიაში, მაგრამ მაინც ბოლო ლამპედუზა ასრულებს ისე, რომ არ ჩანს პერსპექტივა. პერსპექტივა არ ჩანს. თუმცა ვერ იტყვის იქ ადამიანი თვითონ როგორც ნაწარმოებით სრულდება, რომ თომას მანივით პესიმისტია ტომაზი დი ლამპედუზა და ლეოპარდის გარდაცვალებას, ლეოპარდი მთავარ გმირს ქვია მოგეხსენებათ, მთავარ ჰერცოგს, ასე ვთქვათ, რომელიც არის დინასტიის წარმართველი ძალა. არამედ უბრალოდ ლამპედუზა ასრულებს რომანს ისე, რომ რაღაცა გრძელდება, ხო, იქ სახლი რჩება, ეს სამი დები რჩებიან, მართალია საწყლად გამოიყურება ყველაფერი ლიტერატურულად, მაგრამ მათ რჩებათ სამლოცველო, მათ დიდ სასახლეში, იქ მოდიან სასულიერო პირები, გადაარჩევენ რელიქვიებს, კარგს დატოვებენ, ცუდს გადაყრიან, მოკლედ რაღაცას გაბორჩევა ხდება რაღაცის კიდევ ამ სასახლეში, იმის დატოვება ხდება, შემდეგ ეს სასულიერო პირები მიდიან და ეს დები ერთმანეთთან რჩებიან, მარტონი არიან და მათ მომავალი არ აქვთ, ასე ვთქვათ, უკვე მოხუცდებს, მაგრამ თითქოს და ამ სასახლეს კიდევ უნდა კონდეს მომავალი. ნეიტრალურად ტოვებს ლამპედუზა, ყოველგვარი თითქოს მას უნდა თქვას, რომ თავისი სულით მიემართება ისტორია. ხო, თავისი კანონზომიერები და თავისი სულით, რაც დასარჩენია და გადასარჩევი არჩება, რაც უნდა გაყვეს დროებას, ის მიყვება დროებას. ეს ეხება დინასტიებს. სხვა რამეს ამბობს ლამპედუზა, ვიდრე თომას მანი, ხო? ლამპედუზას უკან რა ფილოსოფიური მოძღვრება დგას. მოდი ესე დავსვათ კითხვა და გაგვახსენდება, რახან იტალიაში ვართ, მოდი იტალიაში დავრჩეთ, გაგახსენდება ჯამბატისტა ვიკო, რომელიც სწორედ ამაზე წერს და ასაბუთებს მაგალითებით და სხვათა შორის დღემდე ვიკოს მოძღვრება ისტორიის შესახებ ხიბლავს ბევრ ადამიანს, რომელიც აი პოლიტიკის თეორიითაც არის დაკავებული, ან ის თეორიების ისტორიითაც არის დაკავებული, ვინაიდან ვიკო თითქოს და ბევრ რაღაცას ხედავდა ისე წინასწარვე, ისე რომ არ ასახელებდა კონკრეტულ მოვლენებს, არამედ ზოგად კანონზომიერებს ასახელებდა, თუ როგორ მიემართება ისტორია, სახელმწიფოს იმას, რომ მოდის პერიოდები, სადაც ხდება გარდატეხა, რაღაც მოვლენები წარსულბარდება, შეიძლება ფორმაცია საზოგადოებრივი წარსულს ჩაბარდეს, ან პარტიები, ან საზოგადოების რაღაც ფენები, მაგრამ ეს გრძელდება შემდეგ და შემდეგ ისევ მოხდება აღზევება, ისევ მოხდება წინ წამოსვლა, გადარჩენილი კარგის და ასე შემდეგ. ანუ ტალღობრივად ვითარდება ისტორია, სანამ იგი გარკვეულ დასასრულამდე არ მივა, ხო? ეს აბსოლუტური დაცემა და დეკადენცია, ასე ვთქვათ, ვიკოს წარმოდგენაში არ არის. და აი ეს ვიკოს წარმოდგენა ხედავთ ლამპედუზას მიერ აღწერილ ასე თვალანათლივ დახატულ საზოგადოებრივ წყობაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი სიცილიაში, როგორ ცხოვრობდა ეს ოჯახი, როგორ იყო გარემო, რა ხდება რევოლუციის მერე და სულ სხვადასხვა დასკვნა გამოაქვს აქ თვითონ ლამპედუზას. სხვათა შორის, აქ ფილმები შეგვიძლია დავამატოთ, ხო? ორი ფილმი შეგვიძლია დავამატოთ, ერთი ძველი და მეორე ახალი. ძველი არის ვისკონტის ფილმი, თუ ვინმეს ნანახი გაქვთ თუ არა და რა თქმა უნდა, კარგი იქნება და
კარგი იქნება რომ ნახოთ თუ მე მოკლედ გეტყვით რომ ვისკონტი ამთავრებს იქ თითქოს არაფერი აღარ რჩება ამ ლეოპარდისგან, თავარი გმირისგან, იგი რაღაცა ჩრდილში და ბნელში ტოვებს ავანსცენას და თითქოს ვისკონტის თქმა უნდა იმის რომ ეს დინასტია, კეთილშობილთა დინასტია სამუდამოდ ჩაესვენა. ხო, ასე თქვა პერსპექტივას არტოვებს. და თუ ახალ ინტერპრეტაციას გადავხედავთ, ახლა გადაიღეს რაღაცა ჰოლივუდში გადაიღეს თუ არ არა, ჰოლივუდში არა, თუ არ ვცდები, იტალიელებს თვითონ გადაიღეს Netflix-მა შეუყვეთა და იტალიელებმა თვითონ გადაიღეს, სიცილიაში გადაღებული მთელი სერიებია ამ რომანზე დაყრდნობით და ეს სერიები მთავრდება სრულიად სხვა ინტერპრეტაციით, სახელმძღვანელობდნენ იმით, რომ ერთ-ერთი და ლეოპარდის ერთ-ერთი გოგო, საყვარელი ქალიშვილი ცხენს მოაჭდება და მიაჯირითებს იმპლანტაციებში, სადაც მუშები ელოდებიან, რომლებიც მიესალმებიან სიხარულით და სასახლეც გადაარჩენილია მანამდე, ვალებიდანაც თითქოს არ ემუქრებად ვალები ამ ოჯახს, ამ დინასტიას, სალინების დინასტიას და პერსპექტივა აქ არის, ხო, ძალიან უცნაური დღევანდელი დღისათვის, რომ აი ქალმა აიღო თავის თავზე, ეს არ არის უცნაური დღევანდელი დღისათვის ეს ინტერპრეტაცია, მაგრამ ის რომ ეს დინასტია აგრძელებს ცხოვრებას და ასე ვთქვათ, დინასტია გრძელდება და მას აპავებული პლანტაციები აქვს და ეს ყველაფერი საუკეთესო მომავალს მოასწავებს, ეს არის სრულიად სხვა ინტერპრეტაცია, რომელიც მოგვაწოდა დღევანდელმა გადაღებამ დღევანდელმა გადაღებამ. ანუ კარგად ჩანს აქედან რომ აქ რეჟისორებსაც ეძლევათ საშუალება საკუთარი ინტერპრეტაციის, ეს დაყრდნობილია რომანზე, რომელიც სადაც ლეოპარდი თავის ხედვას გვამცნობს და ამის უკან იმალება გარკვეული ფილოსოფია, ისტორიის ფილოსოფია და ლეოპარდი უკეთესად რომ გავიგოთ, უმჯობესია გავეცნოთ ჯამბატის და ვიკოს იდეებს ისტორიაზე, ხო? და გითხარით კიდევაც თავარი იდეა იქ რა არის და ეს ლეოპარდის ფაქტიურად აღებული აქვს, ხო? ქართული შესაბამისი დინასტიური რომანი რო ავიღოთ, შორს რო წავიდეთ ძალიან და ყოველთვის შევეცადოთ ქართული სინამდვილიდან ქართველი ავტორებს გადავხედოთ და აღმოვაჩინოთ თუ გაქვს შესაფერისი, შესაბამისი შეგვიძლია ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე ავიღოთ, არის ეს დინასტიური თუ არა, ყოველ შემთხვევისათვის მრავალთაობიანი ოჯახური ეპოსი, რომელიც გარკვეულწილად იმ სახეობაში ჯდება რომანების, აი ამ დინასტიური, ეპოქალური რომანების, რომელზეც წეღან მოგახსენეთ, ხო? და სხვათა შორის ამ რომანმა ყველაზე მეტი მკითხველი, როგორც ყველაზე მეტი მკითხველი სწორედ ამ რომანს აქვს და თუ ბოლოს გადავხედავთ, როგორც სრულდება ეს რომანი, შევამჩნევთ, რომ იქ გარკვეული ღია დასრულებაა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ავტორი უფრო როგორც ჩანს მისი აღწერიდან მთელი ამ მოვლენების თითქოს და უფრო მიდრეკილია აი ამ ბედის ირონიის გამოსამჟღავნებლად, ხო? მანც უნდა თითქოს თქვას, რომ ბედია ყველაფერი და არ უმართლებს, არ უმართლებს ამ თაობებს. ხან რატო და არ მიდის გამართლებამდე, ბოლოსიც არ მიდის გამართლებამდე, ბოლოს კი საუბრებია იქ ერთმანეთში, რომ ამ რაღაცა წევლიდან უნდა გამთავისუფლდეს და იქნებ მერე სხვანაირად მოხდეს ყველაფერი და მაგრამ არ არის რაღაც კონკრეტული გზადასახული ან მინიშნება გაკეთებული, არის მხოლოდ ნიცას მოსაზრები რომ განთავისუფლდნენ აი ამ რაღაცა ბედის წერიდან, ხო, წყევლა ქვია ამას თუ რაც ქვია, რომლის წინააღმდეგაც ბრილკამ უნდა იომოს და იბრძოლოს და მოკლედ რაღაცა ბედის წერაში ვართ აქ, ბედში ვართ გახვეულები. სხვანაირი ბედის წერა თუ მე მგონი ბუდენბროკში, ვინაიდან თომას მანი იქ აჩვენებს, რომ არანაირი მომავალი ასეთი ფორმის დინასტიას არ აქვს.
მაგრამ ისეთის და სხვანაირს თუ აქვს იმასაც არ არის ხო ჭობა, თუმცა სხვადასხვა ფენებია იმ ნაწარმოებში. აქ შესაძლებლად რომ ავიღოთ მერვე სიცოცხლე შეგვიძლია ვთქვათ რომ უფრო ბუდემბროკებს წააგავს ეს ნაწარმოები ვიდრე ლამპედუზას ლეოპარდს. ვინაიდან ლამპედუზას ლეოპარდში ისტორია კანონზომიერებით მიემართება და გარკვეული კანონზომიერება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ, იმალება ამ ოჯახის განვითარებას, აღზევებასა და დაცემაში, აქ ჩანს ეს კანონზომიერება და არ არის ბნელი ნება ან ბედისწერა, მაშინ როცა ბუდემბროკებთან ამოვიცანით ხო შოპენჰაუერის ბნელი ნება თამაშობს წინა პლანზე წამოწეული და ხოლო ხარატიშვილის რომანში არის ეს ბედისწერა, რომელიც აგრეთვე ალბათ ბნელია უნდა ითქვას, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს აქ. თუ თომას მანთან შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად რომ ცხადია ის, რომ ბნელმა ნებამ გაიმარჯვა და ადამიანი კონკრეტული რაც არ უნდა იწვალოს ვერ იმარჯვებს, აქ ჯერ კიდე ხარატიშვილთან საკითხავია. საერთოდ რა იმარჯვებს, ხო? ბედისწერამ ცოტა ღია, ხო? ბედისწერამ შეიძლება ვიღაცა წინა პლანზე წამოწიოს ისევ. ხო, აი ეს არის განსხვავება. თუმცა რაღაც მსგავსება ამ ორ რომანს შორის უფრო არის. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ხარატიშვილის რომანის შემთხვევაში ფილმთან ჯერ არ გქონია საქმე, ფილმი არ აქვს, მაგრამ რომ შევაძაროთ ლიტერატურა ერთმანეთს, ხო, კარგია, რათა თავარი იდეებით საზრისები გამოვამჟღავნოთ და შევეცადოთ რომ გამოვშიგნოთ და გავარკვიოთ რა არის მთავარი სათქმელი. რა იდეა იმალება ხარატიშვილის, ფილოსოფიური იდეა, რომელიც ავტორი იმალება ხარატიშვილის რომანის უკან, ეს საკმაოდ რთული კითხვაა და საინტერესო კითხვაა. ვინაიდან ბედისწერის უკან არაერთი ფილოსოფიის ფილოსოფიური ავტორი შეიძლება იმალებოდეს, ხო? პრინციპში გარკვეული ტრადიცია არსებობს ქართულ ლიტერატურაში, ჩვენ გვახსენდება აქ ისევ და ისევ ოთარ ჭილაძის ყოველდაჩემა პოვნელმან, იქაც რამდენიმე თაობაა, ხო? სამი თაობაა თუ არ ვცდები, თუმცა არ არის მეტი თაობა და თლათ ესე დინასტიურ ეპოსად ვერ დავახასიათებთ, მაგრამ აგრეთვე თაობების ბედია მოყოლილი და იქაც თითქოს გამოსავალი არ არის. თუმცა იქ როგორც ვსაუბრდება რომანი, ის ყველაზე უმცროსი ხო, ერთ-ერთი შვილი გადარჩება და მე ერთ-ერთ კიდევ მეოთხე თაობის წარმომადგენელთან აგზელებს ცხოვრებას, ხო, სხვა ადგილას. მოკლედ, აქ მსგავსება ქართულ რომანებში თითქოს არის, ეხლა ოთარ ჭილაძესთან არის იმ გაგებით, რომ განთავისუფლება აი ამ წევლისგან იქაც არ ხდება, თუმცა იქ ოთარ ჭილაძე ღია სტოვებს სულ ბოლო აქაც ღია ბოლო თაობა თავის გზაზე დარჩენილი, ღია გზაზე დარჩენილი ხარატიშვილთან, მაგრამ აქ ფიქრებში არიან ჯერ. და ჯერ არ ჩანს თუ როგორ უნდა განთავისუფლდნენ აი ამ წევლისგან და ეს პირდაპირ არის გამოხატული. სხვადასხვა ბედისწერა და გარკვეული იღბალი, რომ დავარქვათ ამას. თუმცა იღბალს აქვს რაღაცა ისეთი ხარეც, ხო, შეიძლება გაუმართლოს ვიღაცას და მოაწყოს ცხოვრება, იმიტომ რომ ქონდა იღბალი. ხო, ეს არ არის მთლად ამ ლიტერატურაში ესე მოცემული, უფრო ალბათ სწორია ბედისწერა ვიხმაროთ იმ გაგებით, რომ ყველაფერი ისია გაწერილი ადამიანის ცხოვრებაში, რომ ადამიანმა წინასწარ არაფერი არ იცის და ის არის სათამაშო ბედისწერის ხელში. ეს მოტივები დათათუცაცხვიაშიც გვაქვს, ხო, რასაც არ აკეთებს ის თავარი გმირი ყოველთვის მარცხდება. იმიტომ რომ ბედისწერაა მთავარი და არა იგი.
აქ თითქოს ერთი შეხედვით შეიძლება ვინმე თქვას, რომ აქაც შოპენჰაუერია ბნელი ნება, ხო, ბედისწერის, მაგრამ არა, შოპენჰაუერთან ეს ბრმა ნება უფრო ეპოქის მახასიათებელია და მთლიანად ცხოვრების საზრისის და სიცოცხლის საზრისის მახასიათებელია. აქ კი კონკრეტულ ადამიანებთან გვაქვს ჩვენ შეხება და რასაც ისინი არ უნდა აკეთებდნენ, მაინც არაფერი არ გამოდის, ხო? ანუ ახალტეშოზე შეიძლება ითქვას, რომ იგი გარკვეულწილად გამგზელებელია თუ იდეებს და საზრისებს ავიღებ, პირველ რიგში ქართულ ლიტერატურას რო შევადაროთ, გამგზელებელია იმ იდეისა, რაც უკვე დათათურაშეში გვაქვს და ჭილაძესთანაც გვაქვს, ხო? ფილოსოფიური ფონი ამისა, თუ გვინდა ვინმე ფილოსოფოსი მოუნახოთ, რომელიც უშუალოდ ამ იდეებით არის დაკავებული. ალბათ ალბერ კამიუ, პირველი რაც მოგდის თავში არის ალბერ კამიუ, რომლის მიხედვითაც ყოველნაირ მიზნების დასახვას, ყოველნაირ აზრის მიცემას, მთლიანად სიცოცხლისათვის ან კონკრეტული რაღაცა გეგმისათვის ამ ცხოვრებაში არანაირი შედეგი არ აქვს, არ ექნება და თვითონ უაზრობაც არის ყველაფერი, ვინაიდან ბოლოს მარცხდება ადამიანი, ხო? ასე ვთქვათ, იგი მარცხდება სოციალურად, იგი მარცხდება წარმატებულიც არ არის, ვინაიდან სიკვდილი ელოდება, ან შეიძლება მანამდე უკვე ავადმყოფობით დამარცხდეს და 1000 რაღაც შეიძლება შეხვდეს, რომელსაც ვერ გაექცევა ეს მოტივები საკმაოდ მკაფიოდ გვაქვს კამიუსთან. და აბსურდის თეატრში შეგვიძლია გადავიდეთ, ხო? აბსურდის თეატრიც ბოლოს თავარი სათქმელი, თუმცა იქ ძალიან მრავალფეროვანია ეს სათქმელი და რა შეიძლება ამ სათქმელს მე მოყვეს, ასე ვთქვათ, რადგან აბსურდი ისეთი რაღაცაა, რომ ის აბსურდი თავის თავსაც აბსურდად აცხადებს, ასე ვთქვათ და შეიძლება ბოლოს რაიმე პოზიტიური შედეგი დადგეს. მაგრამ თავარი სათქმელი და მიმართულება აბსურდის თეატრის იყო სწორედ ის, რაც კამიუ ატარებს მის შემოქმედებაში, რომ ცხოვრებას ჩვენ აზრს ვერ უგებთ, აზრს ვერ ვატანთ. ჩვენ აზრი რომ ვიცით რაღაცას, ამასაც კი არა აქვს ისეთი ნიადაგი, რომ აუცილებლად ვიცით, რომ რაღაც აღმოცენდება და რაღაცას მივაღწევთ. რომ ბოლო ყველაფერი იკარგება და ჩვენც ვქრებით. და ამიტომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეკონდებარება აბსურდს, ეკონდებარება უაზრობას, ხო? თუ ამას ასე დავტოვებთ, ეს მოტივი თვითონ უკვე არ დაგვიწყდეს, რომ ბიბლიაშიც არის, ხო? აი უკან წავიდეთ ფილოსოფიის უკან, ყოველთვის რაღაც ბიბლიური იდეა, თითქმის ყოველთვის რაღაც ბიბლიური იდეა იმალება, ამ შემთხვევაში კონკრეტულად თუ გაიხსენებთ ეკლესიასტეს, რომ არ არა ყველაფერი დამაუება. სწორედ ეს მოტივია, უბრალოდ განსხვავებაზე არის ის, რომ იქ დახურულია ეს სახლი არაობის და ამაუების სახურავია გაკეთებული დიდი კანონზომიერების, რომელსაც უფალი ქვია და რომელსაც სწორედ რომ მიზანი და გეგმა აქვს. ამ წიგნის მიხედვით და კონკრეტულად ეკლესიასტის მიხედვითაც და მთლიანად წიგნის მიხედვითაც, მაგრამ რაც შეეხება კამიუს და აბსურდის თეატრის წარმომადგენლებს, იუნესკო ავიღოთ პირველი გვარიც, რომ ვთქვათ მაგალითად, აქ ესენი ქადაგებენ, რომ დიდი საზრისი და დიდი მიზნები არ არსებობს. ანუ სახურავი არ არსებობს, სახლი ღია, წვიმა ჩამოდის, თოვლი ჩამოდის, ყველაფერი იპება და ჩვენ ტყეში ვიცხოვრებთ თუ ამ ღია სახურავიან სახლში ვიცხოვრებთ, ეს ფიგურალურად რო შევადაროთ ჩვენი ცხოვრება ამ უსახურავო სახლს, ესე შეგვიძლია აღწეროთ, რომ სულ ერთია ღია სახლში ვიცხოვრებთ თუ საერთოდ ტყეში ვიცხოვრებთ.